მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახით დასვენად განისაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. მათ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს ბიძინას მონა უწოდეს. მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამავე რიცხვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით წარდგენილი ბრალდება როგორც ზედმეტად წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტითა და მესამე ნაწილის ბ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დასვენად განისაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინების განსაზღვრული სასჯელი და საბოლოო მოსახდენად განისაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე საქმეზე ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მსუბუქ ნაწილზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სამოხელეო დანაშაულის ბრალდებად გადაუკვალიფიცირდა და 300,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. სააკაშვილის ბრალდებას კი ჯგუფურობის ნაწილი მოეხსნა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ თქვა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობარითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და გამოჯანმრთელებამდე სხდომის გადადება მოითხოვა. ჯანაშია და სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. პროკურატურა ჯანაშიას ნაწილში გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარეც. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით და ზომად განისაზღვროს ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. გაუქმდეს თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა მოეხსნას, ასევე ყადაღა მოეხსნას მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებულ ქონებას ყადაღა მოეხსნას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარეს საქართველო. იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 5 საქმეა აღძრული. მესამე პრეზიდენტი უკვე გასამართლებულია სანდრო გირგულიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ 2, 7 ნოემბრის და საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა გრძელდება.